იცოდით, რომ ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო ჩემპიონი იყო ადამიანი, რომელიც ერთდროულად მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ჭადრაკის ფსიქოლოგი იყო. დიახ, ეს ემანუელ ლასკერია, ებრაული წარმოშობის გერმანელი მოჭადრაკე. მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25 წლის ასაკში მოიგო და წარმოიდგინეთ, ამ ტიტულს 27 წელი არავის უთმობდა. დღემდე ეს რეკორდად ითვლება. მაგრამ ლასკერი მხოლოდ ჭადრაკით არ შემოიფარგლებოდა. მას მათემატიკის დოქტორის ხარისხი ჰქონდა და აკადემიური ნაშრომებიც დაუწერია. ყველაზე საინტერესო, ლასკერი ითვლებოდა ჭადრაკის ფსიქოლოგიის ოსტატად. იგი ამბობდა, საუკეთესო სვლას არ ვაკეთებ ისეთ სვლას, რომელიც მეტოქეს აბნევს. იგი თამაშობდა მეტოქის სისუსტეებზე. 1921 წელს ჰავანაში მსოფლიო ჩემპიონატზე ლასკერმა პირველი ადგილი დაუთმო კუბოლდიდოს სტატს ხოსე რაულ კაპაბლანკას. და რა თქვა მის შესახებ აინშტაინმა? ლასკერი იყო გენიოსი, არა მხოლოდ ჭადრაკში, არამედ ზოგადად ინტელექტში. ცდილობდა გაიგო ადამიანური ბუნების სიღრმე, ისე როგორც ნამდვილ მეცნიერს შეეფერება. და ბოლოს, ლასკერი ჭადრაკს თამაშობდა, მაგრამ იგებდა უფრო დიდ თამაშსაც, ადამიანების თამაშს.